ერთი კითხვა უნდა დავსვა და არ გამიბრაზდეთ ოღონდ. აი მაშინ იქ საბჭოთა კავშირის ნაკრებში. აი ეს ჩაწყობები და ეგეთი რაღაცები ხდებოდა ხოლმე, იმიტომ რომ ფეხბურთის ამბავი მახსოვს. ფეხმოტეხილი წაიყვანეს რაღაც ისეთი ხო ყიფიანი რო დატოვეს. ხო, იქ ხდებოდა ხოლმე კალათბურთშიც ეგეთი. ალბათ ხდებოდა, კი, ხდებოდა, მაგრამ მე არ ვიცოდი მე აი მაგალითად ნაკრებზე არ ვიცი, მაგრამ დინამოში შეიძლება იყო, შეიძლება არ იყო, ვერ გეტყვი. მაშინ ოფიციალურად ტოტალიზატორი არ იყო, ოფიციალურად იყო ყველაფერი პატპოლე მიწის ქვეშ იყო ეს ყველაფერი მე ვიღაცა მიყვებოდა ვერის ფილარმონიის წინ რო არის ვერის ბაღი, იქ იკრიბებოდა ეს ნახდი. კი, ეგ არ ვიცი რა ეს მომიყვეს და მე როგორი ცით მეტროს იქ დამაკეთე რო გამოდიოდი მე როგორი ცით აი მოიდანი როგორც იტყვიან აი ბურთი და თამაშობდი და აი გულშემატკივრები ბალიშიკები და მე თამაშობდი ჩემთან არც მოდიოდნენ ჩემთან არ მოდიოდნენ ჩასაწყოდა, იმიტომ რომ იცოდა რომ ჩემგან არ გამოვა არაფერი, იმიტომ რომ მე სულით გულით სპორტსმენი ვიყავი და ჩემთვის არ ვიცი რა, არ მიფიქრია არასდროს რომ აი ვინმე რაღაც რომ მოვიდეს ან რაღაც. ერთადერთი მომენტი იყო, მე მახსოვს ვერის ბაღში იყო თამაშები, მოვიდა ერთი კაცი მოვიდა ჩემთან და ბატონო ნიკოლოზ თქვენ რამდენი ქულას ჩააგდებთ თამაშის წინ მეტყვის ახლა ზუსტად არ მახსოვს ახლა ის თამაში და მეთქი დამაინტერესა იმიტომ რომ ესეთი უცნაური შეკითხვა მომწე იმიტომ რომ საერთოდ მეკითხებიან ბატონო ნიკოლოზ მოიგებ როგორ ახართ გამწყობა ხომ მოიგებ სპორტულად რაღაც და ამ დროს მეკითხება რამდენი ქულა კი არ აინტერესებს რა მოიგებ და მეთქი და რაში გაინტერესა თქვენ ესე დამაინტერესდა კიდე ერთხელ გეკითხებით, რამდენ ქულას და თქვენ რა გაინტერესებთ რა და აი 20-დან 35-მდე ქულა ჩააგდებთ თუ არა? მე უკვე რაღაცა შეასახე და მეთქი რა ხდება და უკვე ვეკითხე. კი, მე მგონი შეიძლება ჩაახო, იცით ბურთი მრვალია მეთქი ახლა როგორ ახლა შეიძლება ჩააგდო, შეიძლება არ წამივიდეს თამაში. აი ამ საწყედავთ კი რაღაცა კომუნისტების დროს ეს როლექსი იყო რაღაცა ძველებური რა თქვენ თუ ამ ჩააგდეს ამ საათს გაჩუქებთ აი რამდენს მეტყვით მე მივხვდი ხო და კიდე ერთხელ გავიხედა და ეს ცოტა წავისი მეთქი არა მეთქი მე არა ვარ ესეთ სხვა არა სხვები არ მაინტერესებს მარტო თქვენო და თქვენ რამდენს ჩაადე არა მეთქი მე ეგეთ რაღაცას მეთქი არ ვაკეთებ არ მოვაწერ ხელს მეთქი ესე უთხარი და მოbrunde და შევედი თამაშზე რამდენი ქულა ჩააგდეთ 40-ზე მეტი ჩავაგდე რა კარგი საათი დაგიკარგა 40-ზე კი